უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ შეტევების ახალ ტალღას იწყებს. დრონებით მასშტაბური დარტყმების, ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვისა და Wildberries-ის საწყობების განადგურების შემდეგ ზელენსკიმ დღეს ახალი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სპეცოპერაციების გარდა უკრაინის პრეზიდენტის დავალებაა უსაფრთხოების სამსახურის შიდა წმენდა იმ პირებისგან, რომლებიც უკრაინის ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ. რუსეთში ნავთობის გადამუშავება ბოლო 24 წელში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. Bloomberg-ის ცნობით ასეთი მკვეთრი ვარდნა ნავთობ ქარხნებზე, ტანკერებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების დარტყმების შედეგია. Bloomberg-ის სტატისტიკით ივლისში უკრაინამ რუსეთის 18 ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. კრასნოიარსკში პუტინის ჩასვლის წინ საწვავის ფასი ხელოვნურად გააიაფეს, მისი წასვლისთანავე კი ძველი მაღალი ფასები დააბრუნეს. 3 აგვისტოს ადგილობრივმა ბენზინგასამართმა ქსელმა 1 ლიტრი ბენზინის ფასი 24 რუბლით გააიაფა. დღეს კი პუტინის წასვლის შემდეგ ტაბლოებზე ძველი 24 რუბლით ძვირი ტარიფი დაბრუნდა. ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა, ის ადგილზევე დაიღუპა. უბედური შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით 35 წლის კაცს ლიანდაგზე ჩაეძინა, რის შემდეგაც მას მატარებელი დაეჯახა. დაწყებულია გამოძიება.